საღამომშვიდობის საეთერშია საზოგადოებრივი მაუწყებლისა და ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის ერთობლივი პროექტი ევროპული არჩევანი მე ვახო სანაია ვარ. დღეს ჩვენი გადაცემის თემაა ლიბერალიზმი, როგორ ესმით საქართველოში ლიბერალიზმი და რა გამოწვევების წინაშე დგას ის ჩვენს ქვეყანაში. აი ამ საკითხებზე ვისაუბრებთ დღევანდელ გადაცემაში. წარმოგიდგენთ ჩვენ სტუმრებს: ლელა გაფრინდაშვილი, კახა გოგოლაშვილი, ვასილ ჭყოიძე, თათა წოფურაშვილი, შორენა ლორთქიფანიძე, ნინო ლაპიაშვილი. მოგესალმებით ყველას, ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. ქალბატონ ლელა, თქვენგან დავიწყოთ, რა გამოწვევების წინაშე დგას დღეს ლიბერალიზმი საქართველოში და როგორ ესმის ის ჩვენს მოქალაქეებს? ხა იცით რა არის ესეთი მონოლითური მოქალაქე არ არსებობს, ხო? მაგრამ ესეთ საზოგადოებრივი დისკუსიები, რაზეც მიმდინარეობს, თქვათ, თავარი რისი შემჩნევად შესაძლებელია, ეს არის ლიბერალიზმის როგორც შეხედულებათა სისტემის, როგორც კონცეფციის დაპირისპირება რაღაც ტრადიციულ, რეტროგრადულ შეხედულებებთან, ხო? ეს შეიმჩნევა, ვთქვათ, ნებისმიერ საკითხზე, ეს იქნება პოლიტიკა, ეკონომიკა, ვთქვათ, ადამიანის უფლებები, აი ესეთი დაპირისპირება შეიმჩნევა. ცხადია, ახლა გამოწვევები ნებისმიერ საზოგადოებაში არსებობს და განსაკუთრებით ისეთ საზოგადოებაში, რომელიც, ვთქვათ, დემოკრატიის თვალსაზრისით ჯერ კიდევ მოიკოჭლებს, ხო? ამიტომ ასეთი დისკუსიების სიმრავლე თავისთავად, ხო? რაც უდაოდ შეიმჩნევა სოციალურ ქსელებში, იგივე ტელევიზიებში, ხო? თავისთავად აი ამ გაგებას ლიბერალიზმისას უფრო მრავალფეროვანს ხდის, ასე ვთქვათ. შეიძლება ვიღაცას ლიბერალიზმი განსხვავებულად ესმოდეს და ეს ნორმალურია, მაგრამ არ შეიძლება ლიბერალიზმი გესმოდეს როგორც, ვთქვათ, ვიღაცის ჩაგვრა, ხო? ან რაღაცა შეხედულების შევიწროება შენ სასარგებლოდ. ამიტომ რაღაც საკითხებში აი ფუნდამენტური შეთანხმება, საზოგადოებრივი კონსენსუსი ალბათ საჭიროა იმასთან დაკავშირებით, რა არის ლიბერალიზმი, რას გულისხმობს ეს კონცეფცია, ხო? თქვათ, ერთი არის, როგორ შეიძლება მოვარგოთ ლიბერალიზმი ეკონომიკურ სისტემას, როგორ შეიძლება მოვარგოთ პოლიტიკას, მაგრამ მეორე არის, რა არის ლიბერალიზმი როგორც იდეა, ვთქვათ, აი რას ამბობს ის. და მთავარი, ვთქვათ, ჩემთვის, რაც მე ვიცი ამის შესახებ, ეს არის, რომ ლიბერალიზმი ეს არის მსოფლმხედველობა, რომელიც ამბობს, რომ ადამიანის თავისუფლება ეს არის უმთავრესი ღირებულება. რომ არც სახელმწიფომ, არც ტრადიციულმა შეხედულებებმა, არც მეორე ადამიანმა არ შეიძლება შეზღუდოს ადამიანის თავისუფლება. რომ ადამიანი იბადება იმისათვის, იბადება იმ თავითვე თავისუფალი და იბადება იმისთვის, რომ სრულყოს ეს თავისუფლება და რეალიზდეს ის როგორც თავისუფალი ადამიანი. აი ეს არის დაგიბრუნდებით მანამდე ბატონო ვასილ, აი რაც ქალბატონმა ლელამ ხე ჩამოაყალიბა, ვთქვათ, რასთანაც ასოცირდება ლიბერალიზმი მისთვის. აი ეს რამდენად პოპულარულია დღეს საქართველოში და ხომ არ არის ხშირ შემთხვევაში ძალიან არასწორი გაგება, ვთქვათ, იმის საპირისპირო, რაც ქალბატონო ლელამ თქვა. დიახ, მე ვეთანხმები ქალბატონ ლელას, ანუ ლიბერალიზმის ცენტრი ეს არის ინდივიდის თავისუფლება და ეს ცნება არის პრიორიტეტული. თუმცა თვითონ გაგებას ახლა ეს არ არის მარტივი. ჩვენ შეგვიძლია ლიბერალიზმი აღვიქვათ როგორც კონკრეტული პოლიტიკური მიმდინარეობა, ანუ იდეოლოგიური მიმდინარეობა თანამედროვე ევროპის ან დასავლეთის პოლიტიკურ სისტემებში. ეს სულ სხვა მიმართულებაა და სხვა არის, ვთქვათ, ლიბერალური საზოგადოება ან ლიბერალური ფასეულობები, რომელიც პრინციპში წარმოადგენს ფუნდამენტს ყველა ზომიერი პოლიტიკური მიმართულებისთვის, შესაძლოა ეს იყოს მემარჯვენე ცენტრისტები, ქრისტიან-დემოკრატები, სოციალისტები, თანამედროვე ტიპის სოციალისტები და ასე შემდეგ. ისე რომ აი თავარ პირველ რიგში ალბათ ეს განსხვავებას უნდა გაიცნობიეროს საზოგადოებამ, ხოლო რაც შეეხება ზოგად ლიბერალურ ღირებულებებს, ეს მოდის განმანათლებლობის პერიოდიდან, მისი თქვათ მამამთავრად ითვლება ჯონ ლოკი და მან ჩამოაყალიბა ეს, ანუ ადამიანებს შორის თანასწორობა, პიროვნების თავისუფლება, თქვათ, ასევე ბიზნესშიც თავისუფლება, ადამიანის მიერ თავისი აზრის გამოხატვის თავისუფლება და იმ პრივილეგიების. ჩემი შეკითხვის მეორე ნაწილი ეხებოდა რამდენად პოპულარულია თვითონ ლიბერალიზმი საქართველოში, იმიტომ რომ ხშირად არის და ალბათ თქვენ წაგიკითხავთ, მოგისმენიათ, რომ აი გაღიზიანებას იწვევს გარკვეულ ნაწილში. ხო, იცით, იმიტომ რომ ეს არის, ესე ვთქვათ, არასწორი გაგება, ანუ ლიბერალიზმად აღიქმება ავტომატურად ყველაფერი, რაც ვთქვათ, უპირისპირდება ჩვენს ეროვნულ ტრადიციებს ან ვთქვათ რაღაც ნაციონალურ ან ეროვნულ ღირებულებებს და შესაბამისად, პრინციპში ესეც ლიბერალიზმია, ოღონდ რაღაც გარკვეული გადაჭარბებული ულტრა ესეთი ფორმით,
რაც რა თქმა უნდა სწორი არა. ლიბერალიზმი არის ჩვეულებრივ ის, რასაც ჩვენი საზოგადოება და ზოგადად ქრისტიანული ცივილიზაციის საზოგადოებები ეფუძნებიან საბოლოო ჯამში. ეს არის სწორედ ის, რაც მოგახსენეთ, რაც ქალბატონმა ლელამ ისაუბრა, ეს ინდივიდის თავისუფლება, თანასწორობა ადამიანებს შორის და თქვათ ის ღირებულებები, რომელსაც პრინციპში აღიარებს ყველა ზომიერი და არარადიკალური პოლიტიკური. ბატონ კახა, არსებობს თუ არა გარკვეული კლიშეები ლიბერალიზმთან დაკავშირებით საქართველოში და თუ შეგიძლიათ ესენი დაასახელოთ? დიახ, ნამდვილად არსებობს კლიშე, ანუ ლიბერალიზმი საქართველოში სხვანაირად არის აღქმული. ანუ ევროპაში მაგალითად ლიბერალიზმი პრაქტიკულად საფუძვლად უდევს ნებისმიერი ევროპული სახელმწიფოს წყობილებას. ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის შეიძლება ითქვას, თუ ვთქვათ, სოციალ-დემოკრატების იქით უფრო მარცხნივ არ წავალთ, აი ლიბერალიზმი საფუძვლად უდევს პრაქტიკულად ნებისმიერი ევროპული ყაიდის პარტიის, ასე ვთქვათ, კონსტიტუციას, მის იდეას, აზრს. და რაც შეეხება საქართველოს, აქ ლიბერალიზმზე არის ძალიან ვიწრო წარმოდგენა, რომ ლიბერალურად და ლიბერალიზმად ითვლება ულტრალიბერალური იდეები, რომლებიც ქადაგებენ ინდივიდუალური თავისუფლების პრიმატს ყველაფერ დანარჩენზე. ეს შემისარით ახლოა ძალიან ანარქისტთან და ანარქიზმის წარმოდგენებთან და საკმაოდ შორს არის ნამდვილის კლასიკური ლიბერალიზმისგანაც კი, რომელიც კლასიკური ლიბერალიზმი ულტრალიბერალიზმის თვალსაჩინოებისთვის რაღაც მაგალითის მაგვარი გითხრათ, აი რას გულისხმობთ ამაში? მაგალითად თუ ეკონომიკურ პოლიტიკას ავიღებთ, თქვათ ლიბერტარიანიზმი, ჩემისათვის არის ულტრალიბერალიზმი, რომელიც უმაღლეს დონეზე აყენებს, თქვათ, შეიძლება საფუძვლებს საიდანაც იღებს ადამ სმიტის, თქვათ, ცნობილი ნაწარმოებიდან, რომელიც ქართულად ზუსტად არ ვიცი, ინგლისურად არის Wealth of Nations, ანუ ეს არის ნაწარმოები, რომელიც საფუძვლად დაედო საერთოდ პოლიტეკონომიას. ის ადამ სმიტი, როგორც კლასიკური ლიბერალიზმის წარმომადგენელი, ფუძემდებელი ეკონომიკაში, შეიძლება თქვა, ეკონომიკურ აზროვნებაში, ის პირველ პრიმატს ანიჭებდა, რა თქმა უნდა, laissez-faire-ის პრინციპს, ანუ პრინციპი, რომელიც ქადაგებს იმას, რომ უნდა მისცეს საშუალება გააკეთოს ადამიანმა ის ეკონომიკაში, რაც უნდა და რაც სხვას უნდა, რომ მისგან მიიღოს ან შეიძინოს, თქვათ, აწარმოოს ის, გაყიდოს ის და ასე შემდეგ და არავინ არ უნდა შეზღუდოს, სახელმწიფო არ უნდა ჩაერიოს და ასე შემდეგ. მაგრამ ეს არის ძალიან, თქვათ, ზედმეტად გადაჭარბებულად, ჩემისათვის რადიკალური ხედვა დღეს, იმიტომ რომ დღეს ვეროთმრუ კომპლექსურია სამყარო, ვეროთმრუ კომპლექსურია საზოგადოება, საზოგადოებრივი ურთიერთობები, ბევრად მეტი დამანგრეველი შესაძლებლობები აქვს ადამიანს, მარტო რომ მიუშვავ, თქვათ და აკეთოს ის რაც უნდა. აი ეს ეკონომიკის სფეროში მაგალითად თქვენ რას თქვით, მაგრამ საზოგადოებრივი ცხოვრების სხვა მიმართულებით სათქვით. საზოგადოებრივი ცხოვრების სხვა მიმართულებით საქართველოში პრინციპში შეიძლება მე დავეთანხმო იმ აზრს, რომ ლიბერალიზმის წარმოდგენა უპირისპირდება მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს შეიძლება და ორ მიმართულებას, ეს არის ორივე რეტროგრადული ამ შემთხვევაში გეთანხმებით. ერთი არის, ვთქვათ, ულტრანაციონალისტური იდეები, ან ულტრატრადიციონალიზმი რაღაც და მეორე შეიძლება ითქვას, ეს არის კომუნიზმის ნოსტალგია. ან რაღაც ძალიან ულტრა მემარცხენე იდეების რაღაც ნოსტალგია, რომელიც უპირისპირდება თქვათ ლიბერალიზმის აი ამ შემოსვლას საქართველოში. ქალბატონ თათა, აი რაც ქალბატონმა ლელამ განმარტა და რაც ჩვენ ყველამ ვიცით, არ შეიძლება ვინმეს არ მოეწონოს, ხო, ობიექტურად. ეხლა ის იდეები, რაც აქ ითქვა. რატომ არის კონფლიქტი ამასთან საქართველოში? აქ ალბათ გასათვალისწინებელია უბრალოდ ის ისტორიული რეალობა, თუ შეიძლება ესე ითქვას, რომელიც წინ უძღოდა აი ევროპაში ლიბერალური იდეების გაჩენას, გულისხმობ შემთხვევაში განმანათლებლობას, იმიტომ რომ ლიბერალური იდეები სწორედ განმანათლებლობის წიაღში გაჩნდა ევროპაში და ნუ შესაბამისად, ამიტომაც მისაღები გახდა უკვე განმანათლებლობა გამოვლილი საზოგადოებისთვის, მისაღები გასაგები გახდა, თუ შეიძლება ესე ითქვას, ის თუ რას გულისხმობდა ეს იდეები. ჩვენთან პრობლემა არის სწორედ ის, რომ ის განმანათლებლობის პროექტი, რომელიც იყო დაწყებული მე-19 საუკუნის 60-იანი წლებიდან და შესაბამისად იგივე ამასთან ერთად სეკულარიზაციის პროცესით და ასე შემდეგ ეს ვერ შედგა. ვერ შედგა იმდენად, რამდენადაც ვერ იქნა მიყვანილი თავის ლოგიკურ ფინალამდე სწორედ საქართველოს გასაბჭოების და გამო. და შესაბამისად დღეს ბოლო 20 წლის მანძილზე ფაქტურად ვიღებთ ისეთ სიტუაციას, რომ ჩვენ ვცდილობთ ფორს მაჟორში რაღაცნაირად დავეწიოთ იმას, რაც გამოვტოვეთ. დავეწიოთ ამ შემთხვევაში ევროპულ ისტორიასაც და
და იმ იდეების განვითარებასაც, ამ შემთხვევაში გავეციოთ განმანათლებლობასაც, შეიძლება ესე ითქვას, მოდერნულობასაც, მოდერნიზაციასაც საზოგადოების და ნუ ეს ლიბერალური იდეებით გავითავისოთ და ეს რაღაცნაირად იწვევს ხოლმე იმას, რომ სწორედ ეს ფორს მაჟორი იწვევს, რომ ხანდახან რაღაცა მრუდე სარკეების ეფექტს ვღებულობთ და ეს არის სწორედ ამ შემთხვევაში ალბათ საზოგადოებისთვის პრობლემა. იმიტომ რომ ესე ვთქვათ ლიბერალიზმი სრულფასოვნად ასე ვთქვათ საზოგადოებაში, სადაც სამოქალაქო ცნობიერება არის დაბალი, სადაც ასე ვთქვათ ამ კუთხით, მისი გაზრდის კუთხით ასე ვთქვათ ძალიან ცოტა კეთდება, ძალიან ძნელია ილაპარაკო ამაზე, ხო? იმიტომ რომ ლიბერალიზმი გულისხმობს თანასწორობას, უპირველეს ყოვლისა, ეს არის ერთ-ერთი მთავარი ღირებულებაც და იმ ჩამოთვლილთან ერთად რაც უკვე ითქვა, ჯონ ლოკი რატომაც დავუშვათ აი ამ ლიბერალური დემოკრატიის ერთ-ერთ მთავარ ღირსებად, ასე ვთქვათ, კანონს და სამართლიანობას ასახელებს, არის ის, რომ ასე ვთქვათ, სიკეთე, სიქველე, თუ შეიძლება ესე ითქვას, რომელიც სამართლიანობას მოაქვს, ეს არის ყველას თანასწორობა, მაგრამ ეს არ გულისხმობს მხოლოდ, ასე ვთქვათ, ფორმალურ თანასწორობას კანონის წინაშე, ეს გულისხმობს თანასწორ შესაძლებლობებსაც საზოგადოების ყველა წევრისადმი. გასაგებია, ქავტონელა, ისევ მინდა განვაგრძოთ ეს თემა, რასაც შევეხეთ, ვისთან ან რასთან აქვს ხო პრობლემა ლიბერალიზმს დღეს საქართველოში, ეს მინდა ისევ გავშალოთ და ამაზე ვისაუბროთ. რასთან მოდის ის დაპირისპირებაში? დავეთანხმებოდი, იმაში ძალიან მნიშვნელოვანი არის სამოქალაქო საზოგადოების განვითარება, რაც ხელს უწყობს კონსენსუსს, აი შეთანხმებას იმაზე, რას ვგულისხმობ ჩვენ ყველანი. თქვათ, ესეთი ყველა არ არსებობს მართალია, მაგრამ არსებობს შეთანხმება, რაღაცა, რომელზეც ჩვენ ვთანხმდებით, რომ აი ეს, თქვათ, შეიძლება ჩემთვის მაგრამ აი ამ მომენტიდან უკვე არ შეიძლება, ხო? აი ეს ზღვარის დადება, ასე ვთქვათ, რომელიც ყოველთვის არსებობს, იმიტომ რომ ლიბერალიზმი არ ნიშნავს უზღვრობას, ყველაფრის შესაძლებლობას, ხო? ლიბერალიზმი ცხადია გულისხმობს თავისუფლებას, მაგრამ გულისხმობს ამ თავისუფლების გაგებაზე საზოგადოებრივ კონსენსუსს, ხო? და ბუნებრივია ეს უკავშირდება კანონებსაც, ხო, აი რომ მივიდეთ, ვთქვათ, აი ამ ტრადიციის და მოდერნიზმის დაპირისპირებასთან. ჩვენი ცხოვრების განმავლობაში ვემორჩილებით რაღაცა ტიპის კანონებს. ეს გვინდა, არ გვინდა, ასე ხდება, ხო? ეს არის, ვთქვათ, სახელმწიფო სამართალი, ეს არის რელიგიური კანონი, ვინც ვართ, ასე ვთქვათ, რელიგიურები. ეს არის ამ ტრადიციული სამართალი, რომელიც საქართველოში და ჩვენი ტიპის კულტურებისთვის დომინანტია და ხშირად ხდება არევა, ვთქვათ, რელიგიური კანონების და ტრადიციული ნორმების და ძალიან ხშირად შეიძლება ძალიან ტრადიციულ რაღაცა შეხედულება მიეწეროს რელიგიურ შეხედულებას, ხო? ამ დროს ქრისტიანობა შეიძლება გამორიცხავდეს იმას, რასაც ჩვენ ამ ტრადიციულ ნორმებში გულისხმობთ. აი ეს ძალიან საინტერესოა, ამასაც მინდა შევეხოთ ქრისტიანობა და ლიბერალიზმი, ხო? აი ამ კანონთაგან, მოკლედ, რომლებსაც ჩვენ ვემორჩილებით, უმრავლესობა სახელმწიფო სამართალით, რელიგიური სამართალით, ადათ-წესობრივი სამართალით, ჩვენ გვეუბნება როგორები უნდა ვიყოთ, რა უნდა ვაკეთოთ. თითქოს თანხმობაში არიან ისინი ჩვენთან მიმართებაში. მაგრამ აქ ჩდება კიდევ სამართლის ერთ-ერთი ფორმა, რომელიც იცავს ადამიანს, ასე ვთქვათ, და ლიბერალიზმი სწორედ ნასაზრდოებია აი ამ სამართლის ამ სფეროსაგან, ეს არის საერთაშორისო სამართალი, რომელიც ადამიანს ეუბნება, რომ აი ამ მოვალეობების გარდა რომელიც შენ შეიძლება ჩაგრავდეს, ზღუდავდეს შენს თავისუფლებას, გავიწროვებდეს როგორც პერსონას, შენს ინდივიდუალურ განვითარებას, შენ ამავე დროს გაქვს უფლებები. და აი სწორედ აქ არის კონფლიქტი, აი ამ ტრადიციულ, ერთხელ და სამუდამოდ ჩამოყალიბებულ რაღაცა ნორმებსა და ადამიანის თავისუფლებას შორის. და ადამიანს ყოველთვის შეუძლია თქვას, რომ თქვათ ნორმა ტრადიციული, ან კანონი რომელიც სახელმწიფომ შეიმუშავა, ან რელიგიური კანონი, თუ მე მავიწროვებს, მე ყოველთვის მაქვს უფლება გადავხედო მას. და ვთქვა, რომ მე მას არ დავემორჩილები, იმიტომ რომ მე მაქვს უფლება, მე მაქვს თავისუფლების უფლება და მე მაქვს გამოხატვის თავისუფლება და ასე შემდეგ. ეხლა ევროპაში, რადგან ევროპულ არჩევანში ვართ, ხო? კონფლიქტში არ მოდის ეს სფეროები ერთმანეთთან, ვთქვათ.
სამართლის სფერო, რომელიც მე მეუბნება, რა მოვალეობები მაქვს, არ მოდის ჩემს უფლებებთან კონფლიქტში, იმიტომ რომ ევროპულმა საზოგადოებამ იმდენხნიანი რეფლექსია მოახდინა აი ამ კანონებზე, რომ რაღაცნაირად შეათანხმა, თქვათ ის რაც ტრადიციულ ნორმებში ხელს უშლიდა, აი თქვა ჩაქოლვა ევროპაშიც იყო, ხო? როგორც სამართლის აღსრულების ნორმა. მაგრამ ეს რომ კონფლიქტში მოდიოდა ადამიანის უფლებებთან და სიცოცხლის უფლებასთან, როგორც უნივერსალურ უფლებასთან, რომელიც აღიარა ევროპამ და თქვა, რომ არ არსებობს არანაირი გარემოება და არანაირი დანაშაული, რაც უფლებას ანიჭებს ვინმეს, ან სახელმწიფოს, ან მეორე ადამიანს, ან ოჯახს, ან თემს, რომ წაართვას ადამიანს სიცოცხლე, ხო? ასევე, თქვათ, შეიძლება რელიგია კრძალავდა თქვათ ისეთი თვალსაჩინო მაგალითი რომ გამოხატო ქალების საზოგადოებრივ აქტიურობას რაღაც კომუნიტებში, საზოგადოებებში მის მიერ აზრის გამოთქმას, მაგრამ ადამიანის უფლებების კონცეფციამ თქვა, რომ არ შეიძლება არსებობდეს გარემოება, სადაც ქალს შეიძლება ეკრძალებოდეს აზრის გამოთქმა, იმიტომ რომ გამოხატვის და სიტყვის თავისუფლება ეს არის უნივერსალური უფლება, რომელიც ყველა სიტუაციაში, ყველგან უნდა ჰქონდეს ადამიანს. აი ამ შეთანხმებაზე არის ლაპარაკი, რომელსაც მე მგონი საქართველოში არ ექნება არანაირი, ასე ვთქვათ, წინააღმდეგობა, თუ ამაზე გავაჩაღებთ დისკუსიებს და საზოგადოება ნამდვილად მივა კონსენსუსს. თქვენ მინდა ისაუბროთ ამ საკითხზე, რომელსაც ახლა დავსვამ, ესე იგი შეიძლება გაღიზიანებას იწვევდეს ორი მიზეზის გამო რაღაც საკითხი. ერთი, როდესაც ადამიანები არ იცნობენ თქვათ რაღაც იდეას და პირდაპირ ესე აღიზიანებს, მაგრამ მეორე, როცა ძალიან კარგად იცნობენ და ეს იწვევს, ანუ უთანხმოება, ხო, იწვევს. თქვენ უფრო ხშირად რომელს ხედავთ ქართულ საზოგადოებაში, რომ აი არ იცნობენ ადამიანები და ამიტომ აღიზიანდებიან, თქვათ ამ შემთხვევაში თუნდაც ლიბერალიზმით, თუ არის ნაწილი, რომელიც ძალიან კარგად იცნობს და ამბობს, რომ ეს მიუღებელია მისთვის. მე მგონი უფრო ალბათ არ იცნობენ, ჩვენი საზოგადოება ნაკლებად იცნობს, ესე დეტალურად თქვათ რაღაც თუნდაც ზოგად დონეზე რა არის ლიბერალური ფასეულობები. Ну, ეს შეიძლება გახდეს თუნდაც იგივე პოლიტიკური განათლების ნაწილიც და ანუ მე გულისხმობდი, რამდენად ჯანსაღია საერთოდ დისკუსია საქართველოში, რომელიც ამ საკითხებზე მიმდინარეობს. ეხლა ისეთ დისკუსია ისეთ თემებზე, რომ ადამიანის უფლება დაცული უნდა იყოს და ადამიანები რომ თანასწორები არიან და თქვათ კანონის წინ უზენაესობა უნდა იქნას დაცული, ეხლა არ მეგულება, თქვათ ნორმალური, თქვათ ჩამოყალიბებული ადამიანი, რომელიც ამის საწინააღმდეგო თემას წამოჭრის და ამის საფუძველზე გაიმართება დისკუსია. დისკუსია შეიძლება იყოს ინტერპრეტაციაზე, თქვათ ლიბერალური ფასეულობების, მაგრამ ზოგადად მე ვფიქრობ, ქართული საზოგადოება მზად არის და მათ შორის თქვათ ალბათ სამოქალაქო საზოგადოებაც პოლიტიკური სპექტრიც, რომ თქვათ რაღაც საერთო ნიადაგზე შეთანხმდნენ ამ ლიბერალური ფასეულობების. აი მე მაგალითად აი შემიძლია გითხრათ ის რაც მომისმენია. ადამიანი ამბობს, რომ ადამიანის უფლებები უნდა იყოს დაცული. რა თქმა უნდა, ამას ამბობს ყველა ალბათ, მაგრამ ამასთანავე გეუბნება, რომ ლიბერალიზმი არის მის მიუღებელი არის ის რა არის და ასე შემდეგ, ხო? აი ეს რა შემთხვევაა ამ შემთხვევაში? რა შეიძლება ეს პრინციპში თქვენ მეორე საკითხი რაც დასვით იმის პასუხია. ანუ რეალურად გაღიზიანება, ვიცი და ვღიზიანდები. ამ შემთხვევაში მაშინ ჩვენ საქმე გვაქვს პიროვნებასთან ან პიროვნებათა ჯგუფთან, რომლებსაც თქვა სადაც ვისიც დომინირებს უფრო ესე თქვათ ექსტრემისტული ან რადიკალური შეხედულებები. ანუ ეს ცილდება ზომიერი თქვათ რაღაც ზომიერ მიდგომებს, აი რასაც ქვია ბატონო კახამახსენა მემარცხენე უკიდურეს მემარცხენეობა ეს არის ბოლშევიზმი. უკიდურეს მემარჯვენეობას მივყევართ რასიზმამდე და ფაშიზმამდე. ხო, ანუ თუ უკვე ამ შეხედულების ადამიანთან გვაქვს საქმე, შესაძლებელია მას კონდეს აბსოლუტურად ზუსტი ინფორმაცია იყოს განათლებულიც და შესწავლილი კონდეს ლიბერალიზმი, როგორც თქვათ იდეოლოგია თუ როგორც ფასეულობა, მაგრამ აი სწორედ თავისი შეხედულებისგან გამომდინარე ამას ეწინააღმდეგებოდეს. მაგრამ საქართველოში მე მეჩნია და მეჩვენება, რომ არა ცოდნა, არამედ სწორედ ამ რეალური ცოდნა თუ რას წარმოადგენს ლიბერალიზმი, სწორედ ამაშია დეფიციტი და შესაბამისად ამიტომ ხდება რაღაც ზოგიერთ შემთხვევაში დაპირისპირება. თქვენ მინდა გკითხოთ, ან თქვენ რა გამოწვევებს ხედავთ ლიბერალიზმისთვის საქართველოში? იცით რა საქმე გამოწვევები არსებობს არა მხოლოდ ჩვენთან საქართველოში, არამედ ცივილიზებულ მსოფლიოში, ვინც ლიბერალური იდეები აღიარა.
იმიტომ რომ დაწყებული ამ მთელი ისტორიით განმანათლებლობის, თქვათ, იგივე ინგლისის სამოქალაქო ომის დამთავრებული ცივი ომის დამთავრებით, როცა ყალიბდებოდა ეს ლიბერალური იდეები, ხო? აი ამ ყველაფრის განვითარება არ იყო, როგორ ვთქვათ, ერთგვაროვანი, იქიდან გამომდინარე, რომ ცნობილი ფილოსოფოსები და ის მოღვაწეები, რომლებიც ამ იდეალებზე მსჯელობდნენ, არ იყვნენ ბოლომდე შეთანხმებულები მის ყველა განვითარებასთან დაკავშირებით და ამის გამოა, რომ ლიბერალიზმის სხვადასხვა მიმდინარეობა და მიმართულება არსებობს, ხო? ერთ რამეში მკვეთრად ჩამოყალიბდნენ დასავლეთი და ჩვენ რასაც ცივილიზებულ სამყაროს ვეძახით, რომელიც ლიბერალურ იდეებზე დგას, რომ ადამიანის ფუნდამენტური უფლებები და თავისუფლებები ყველასთვის თანასწორად უნდა იყოს ხელმისაწვდომი. ამ პირველ რამეზე შეთანხმდნენ. მაგრამ მეორე საკითხი იყო უკვე სიმდიდრის გადანაწილებასთან დაკავშირებული საკითხი და თუ იგივე ჯონ ლოკის შემდეგ თქვათ ჯონ როლსის ცნობილ მონოგრაფიიდან გავიხსენებთ, ჯონ როლსი ამბობს, რომ სწორედ ეს მეორე საკითხი არის, რომელიც განსხვავებულ შეხედულებებს იწვევს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა მოხდეს სწორად სოციალ-ეკონომიკური უთანასწორობის გადანაწილება. ანუ ჩვენ თანხმდებით იმაზე, რომ ფუნდამენტური უფლებები და თავისუფლებები ყველასთვის თანაბრად არის ხელმისაწვდომი, მაგრამ მეორეს მხრივ იმაზე ვთანხმდებით, რომ სოციალური და ეკონომიკური უთანასწორობა არსებობს, მაგრამ როგორ უნდა გადავანაწილოთ საზოგადოებაში სიმდიდრე და ის ოსორითის ეძახის, არ ვიცი ზუსტად ქართულად როგორ უნდა ვთარგმნოთ, აი ამაზე მიდის დავა. აი ბატონმა კახამ ახსენა ხა ლიბერტარიანელები, ხო? ანუ დაწყებული შემდეგ იმ ეპოქიდან, როდესაც ამერიკის შეერთებულ შტატებში, ხო, დამოუკიდებლობის დეკლარაცია მიიღეს და ეს აღიარეს. მერე საფრანგეთის რევოლუცია მოყვა, ხო, ამას ეს იდეები აღიარეს ყველა. მაგრამ მერე ჩვენ ვხედავთ ამერიკის შეერთებულ შტატებში იმ პერიოდსაც, როცა დიდი დეპრესია დაიწყო, ხო, და ამ დეპრესიიდან უნდა გამოსულიყო და უკვე რუზველტის პერიოდში კეინიზიანიზმი ვითარდება, ხო? ანუ ამ შემთხვევაში უკვე საუბარია იმაზე, რომ არა ადამ სმიტისეული თავისუფალი ბაზარი, სადაც უხილავი ხელი არეგულირებს ყველაფერს, არამედ უკვე სახელმწიფოს ინტერვენცია არის საჭირო იმისთვის, რომ კონკრეტული ეკონომიკური საკითხები იქნას მოგვარებული. ანუ განსხვავება რეალურად ამ იდეოლოგიის მიმდევრებს შორის მდგომარეობს იმაში, ანუ გრადაციებშია განსხვავება, რამდენად ინტენსიური უნდა იყოს სახელმწიფოს ჩარევა ეკონომიკის რეგულირებაში. ანუ პირველ საკითხზე ყველა თანხმდება, რომ ადამიანის ფუნდამენტური უფლებები და თავისუფლებები ერთიანად ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველასთვის. მაგრამ რა როლი აქვს სახელმწიფოს უკვე ამ სოციალ-ეკონომიკური ურთიერთობების გამოთანაბრებაში, აი ამაზე ვერ თანხმდებიან. კარგი, გასაგებია, ქალბატონი. მე გისმენდით და ძალიან ბევრი სხვადასხვა მიმართულებით ვისაუბრეთ. ახლა ძნელია რომელიმე ერთს გაყვე, მაგრამ უბრალოდ ერთ რამეს ვიტყვი. ანუ ლიბერალიზმი დგას თავისუფლება, თანასწორობა და როდესაც ეს ორი კონცეფცია გაჩნდა, პასუხისმგებლობაც დაემატა, ხო? ეს არ არის რაღაცა თავისუფლება, რაც გინდა აკეთე. ეს არის თავისუფლება, რომელიც პასუხისმგებლობებით არის შეზღუდული. ეს ერთი. შემდეგ, რაც შეეხება ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც თავისუფლება, თანასწორობა, ასევე პირობების შექმნაზეც უნდა იზრუნო, რომ ადამიანმა თანასწორობის და თავისუფლებაც გამოიყენონ. თავარი ეგ არის. თქვათ კი, დეკლარირებულად თქვა, რომ თავისუფლება, თანასწორობა, ადამიანის უფლებები, მაგრამ თავარია პირობების შექმნა. ამ პირობებს ქმნის სახელმწიფო და ასევე ამ პირობების შექმნაზე უნდა იზრუნოს სამოქალაქო საზოგადოებამ. შემდეგი საკითხი, რატომ არ მოგწონს, რატომ არ ვემორჩილებით, რატომ უჭირს საზოგადოებას მიიღოს. ეს რაღაც ახალი იდეებია, ხო? ამის გამოცდილება პრინციპში 70 წელი არ ქონდა საქართველოს და რაღაც ახალი გამოცდილება, რომელიც გეუბნება, რომ აი თავისუფალი ხარ, შესაძლებლობები გაქვს. აი მე ძალიან პრაქტიკული გამოცდილება მაქვს, იცით, დავდივარ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, სხვადასხვა ტიპის განვითარების პროექტებში ვარ ჩართული და ურთულესია ფერმერს, რომელსაც ეუბნები, რომ აი რაღაცა ვისწავლოთ, რომ უკეთესად დავგეგმოთ, ხო? აი დაგეგმარება ვისწავლოთ, მართვა არა. ის ძალიან მიჯაჭულები ვართ ადამიანები არსებულ ჩარჩოებს. ძალიან გვიჭირს. აი ითვლება მაგალითად, რომ ქალები ტრადიციულ საზოგადოებაში გაცილებით უფრო ტრადიციულები და პატრიარქალურები არიან. რატო? იმიტომ რომ მათ გონიათ, რომ აი ეს არის ის სამყარო, რომელშიც უნდა იცხოვროს. ხო, ლიბერალიზმი აფართოვებს სამყაროს ჩარჩოებს და ეს არ არის ადვილი, რომ შენ რაღაც ადაპტაცია ადამიანმა განიცადოს ახალ მოდელებთან. ანუ რა არის? ძალიან რთულია, ის სხვა შორის სწორედ ეხავ კითხულობდი
ვიტყოდი, ფუკუიამას დიდი გარღვევა მისი ერთ-ერთი წიგნია, რომელიც 2000 წელს დაწერა და აი იქ იყო ესეთი, რომ აი მაგათ რატო ემორჩილებოდა ადამიანი მონობას. იმიტომ კი რომ მოსწონდა მონობა, იმიტომ რომ მან არ იცოდა, რომ მას შეეძლო სხვანაირად ცხოვრება, იმიტომ რომ მან იცოდა, რომ მისი ბაბუა, ბებია ყველა მონა იყო. ანუ რა მოხდა განმანათლებლობაში, რომ აი მთავარი არის ისევ განათლება. იქეთკენ მიდივარ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვიცოდეთ, რომ ესე კი არა სხვანაირად უკეთ შეიძლება ცხოვრება და კიდე ერთი რამ მინდა დავამატო და მოვიყვანო აქ ერთი ძალიან საინტერესო თეორია, რომელიც არ არის თეორია მხოლოდ, ეს არის მსოფლიო ღირებულებების კვლევა, ესეთი ორგანიზაცია არსებობს და ეს ორგანიზაცია 4 წელიწადში ერთხელ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ღირებულებების კითხვარი ჩედის, ძალიან დიდი კითხვარია, რომელიც იკვლევს საზოგადოების პოლიტიკურ, სოციალურ, სულიერ და ასე შემდეგ ცხოვრებას და აი ამ დამუშავებამ ამ მონაცემებს 80-იანი წლებიდან ტარდება, აჩვენა, რომ პირდაპირი ურთიერთმიმართება თვითგამოხატვის თავისუფლებას და დემოკრატიის ხარისხს, ხო? თვითგამოხატვა პირდაპირ ეს არის ლიბერალური ღირებულებები, თავისუფლებები და დემოკრატია. ის საზოგადოებები, სადაც ცალკეული ჯგუფები, მათ შორის უმცირესობები, არაუმცირესობები შეზღუდულნი არიან ამ უფლებით. მარტო იმიტომ კი არა, რომ მათ დეკლარირებულად ისინი იმ ქვეყანაში ცხოვრობენ, სადაც უკრძალავენ, არა, სადაც ზოგადი კულტურულ, სოციალური პირობები არ არის შექმნილი იმისთვის, რომ ადამიანებმა თავისთავად გამოხატონ, თვითრეალიზაცია მოახდინონ. აი სეკულარიზმი შემოდის, ხო? აი ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველოს სხვა შორის მინდა დავამატო, რომ დაახლოებით 4 წლის წინ, ეხლა არ ვიცი, ეხლა მუშავდება ახალი მონაცემები იყო ლათინურ ამერიკული ქვეყნების კლასტერში თავისი ღირებულებებით. ანუ ეს რაღაც რელიგიურ ამავე დროს რაღაცა ტიპის თავისუფლებების მქონე ქვეყანა და არა პოსტსაბჭოთა სახელმწიფოების კლასტერში, ხო? ძალიან საინტერესოა, მაგრამ თავარი ის არის, რომ თვითგამოხატვა, ანუ ლიბერალური ღირებულებების აპლიკაცია, გამოყენება საზოგადოების მხრიდან პირდაპირ კავშირშია დემოკრატიის ხარისხთან. გასაგებია, ბატონ კახა, აი ქალბატონმა შორენმა ახსენა ტრადიციები და ასე შემდეგ. აი ხშირად ისმის ეს ფრაზაც, რომ აი კონფლიქტში ხომ არ არის ლიბერალიზმი, აი ამ ტრადიციებთან, რომ გავამარტივოთ ახლა დაახლოებით ასეთი მიდგომებიც არის. საზოგადოებაში შიშის ხარისხი ალბათ რაღაც ყოველთვის არსებობს, უნდა არსებობდეს საზოგადოებრივი აზრის, თქვათ, გათვალისწინება და ამის წინაშე გარკვეული შიში თუ არა რიდი. მაგრამ როდესაც ეს ძალიან მაღალ ხარისხში ადის, საზოგადოება უკვე რაღაც დადრგუნულ საზოგადოებად იქცევა. სამწუხაროდ ბევრი ტრადიცია, ისეთი ქვეყნები, რომლებიც თქვათ ლიბერალიზმის წიაღში შევიდნენ გვიან, რა თქმა უნდა, იქ საზოგადოება შეიძლება ჩაითვალოს, რომ გარკვეულწილად არის დადრგუნული, აი ესეთი საზოგადოებრივი წნეხით ან რაღაც მარწუხებით. ჩვენ შემთხვევაშიც ამას აქვს ადგილი. ნამდვილად, ძალიან ადვილად შეიძლება დაგაბრალონ, რომ ეს რაღაც არაქართული ქცევა, ან საუბარი, ან ასე შემდეგ, როდესაც ძალიან ძნელია იმის თქმა, ზუსტად რა არის ქართული და რა არის არაქართული. ამისთვის ალბათ საჭიროა ცალკე კვლევის ჩატარება, ესეთი წიგნი არ დაწერილა მე მგონი, ალბათ იმიტომ რომ ეშინოდა საზოგადოებრივი აზრი არ აგვიფხედრდესო. შესაძლოა სხვა რამეების გამოც, მაგრამ ჩემისადმი კარგი იქნებოდა აი ამის კარგად გამოყოფა თუ რეალურად რა არის ქართული. ბევრი რაღაცა რაც ჩვენ გონია რომ დღეს არის ქართული, აღმოჩნდა რომ სულ რაღაც 50 წლის წინ გადმოვიდა რაღაც ქართულ ტრადიციებში, ან 100 წლის წინ გადმოსულია, ან გნებავთ ჩაცმულობა იყოს, გნებავთ ქცევა იყოს, გნებავთ რაღაც საუბრის, ან რაღაც ეტიკეტი იყოს, ან ასე შემდეგ, ბევრ რაღაცაში. და ყველაფერ ამას თავისთავად მე მგონია კავშირი არ აქვს იმ უნივერსალურ ღირებულებებთან, რაზეც ჩვენ ახლა საუბრობთ. ლიბერალიზმი, ჩემის აზრით, და ლიბერალური დემოკრატია როგორც მოდელი, ეს არის იმდენად უნივერსალური, რომ მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდი მეცნიერები და პოლიტოლოგები, როგორც ვთქვათ, უბრალოდ ერთ გვარს ვახსენებ, ვთქვათ, სამუელ ჰანტინგტონი, რომელიც ამბობს, რომ ეს ლიბერალური დემოკრატია, ან რა ვიცი, ლიბერალიზმი, ეს არის ქრისტიანული ცივილიზაციის, იუდაისტურ ქრისტიანული ცივილიზაციის წიაღში აღმოცენებული რაღაც დოქტრინა, ცხოვრების წესი და ასე შემდეგ ფილოსოფია და თითქოს სხვა ცივილიზაციებისთვის ძნელია ამის ბოლომდე გათავისება. მართალია, მართლა ძნელია ბოლომდე ამის, ასე ვთქვათ, გათავისება. ავიღოთ თურქეთის მაგალითი, რომელიც ამდენი წელია უკვე თავისი, ესე ვთქვათ, მრავალი კომპონენტით დასავლური ყაიდის სახელმწიფოა, მაგრამ არის სეგმენტი, ესე ვთქვათ, საზოგადოებრივი ცხოვრებისა, სეგმენტები, სადაც ვერ ახერხებს ვერანაირად ლიბერალიზმის იდეების განხორციელებას და ამიტომ უჭირს ევროკავშირის გაწევრიანება. მე მგონია, რომ საქართველოში
ჩვენთვის, საქართველოს მკვიდრთათვის და საქართველოს მოსახლეობისთვის ძალიან ადვილია ლიბერალიზმის მიღება, ამის დანერგვა აბსოლუტურად არ მოდის წინააღმდეგობაში ჩვენ ნამდვილ ტრადიციებთან, იმიტომ რომ ჩვენ ვართ ძველი ქრისტიანული ტრადიციების ქვეყანა და აი ეს ტრადიციები თავისთავად აბსოლუტურ ჰარმონიაშია თანამედროვე ლიბერალიზმთან. კი ბატონო, რეკლამა მინდა გამოვაცხადო და რეკლამის შემდეგ ზუსტად ამ საკითხით დავბრუნდე სხვა სტუმრებთან ერთად. ევროპული არჩევანი კვლავ ეთერშია. ჩვენი დღევანდელი გადაცემის თემა ლიბერალიზმი და გადაცემის პირველ ნაწილში ბატონი კახა საუბრობდა და შემდეგ გავედით რეკლამაზე. ბატონი კახა ამბობდა, რომ ძალიან უნივერსალური რაღაცაა ლიბერალიზმი, რომელიც ქრისტიანულ წიაღში აღმოცენდა, ხო? პრინციპში ეს იყო მოკლე აზრი. აღმოცენდა, მაგრამ მინდა დავამატო აქ უბრალოდ მე შეგაწყვეტინეთ ბოდიშვიხტი. მე ვფიქრობ და დარწმუნებული ვარ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ის წამოვიდა ქრისტიანული ღირებულებებიდან, ნებისმიერი ცივილიზაცია ადრე თუ გვიან აუცილებლად მაგრამ თქვენ მოიყვანეთ თურქეთის მაგალითი, რომელსაც უჭირს. აი და თქვით, რომ ნამდვილი ქართული თქვა ტრადიციები, ეს სიტყვა ახსენეთ, არ მოდის არანაირ წინააღმდეგობაში ლიბერალიზმთან. მე დანარჩენი სტუმრების აზრი მაინტერესებს, ქალბატონი თათა. არის თუ არა აქ წინააღმდეგობა, ანუ ფაქტია, რომ აპელირება მუდმივად ხდება აი ამ ტრადიციებზე, ხო, როდესაც ლიბერალიზმზე ჩამოვარდება ლაპარაკი. სინამდვილეში ეს თქვენი აზრით როგორ არის? ზოგადად ტრადიციული საზოგადოება მე მგონი ნაკლებად ლიბერალური საზოგადოება, იმიტომ რომ ტრადიციული საზოგადოება ეს არის კონსერვატორული საზოგადოება, რომელთვისაც სწორედ, ასე ვთქვათ, არის ეს შემაფერხებელი მომენტი წარსულთან ბმის თვალსაზრისით იმისათვის, რათა იქ მოხდეს და განხორციელდეს ადამიანის უფლებების ისეთი რეალიზაცია, რომელსაც ქვია დაუშვათ ცხოვრების არანორმატიული ფორმების, ასე ვთქვათ, იმპლემენტირება საზოგადოებაში და მისი ხილვადობა. ან რასაც ქვია ახალი იდეების დანერგვა და პოპულარიზაცია და მისთვის საარსებო სივრცის შექმნა საზოგადოებაში და ასე შემდეგ. მაგრამ აქ, როდესაც ჩვენ ქრისტიანობაზე ვსაუბრობთ და მე მგონი ამას გულისხმობდა სწორედ ბატონი კახაც, თვითონ თუ კი წავიკითხავთ სახარებას, ის ძალიან ბევრ იმ იდეას შევხვდებით, რომელიც სწორედ სეკულარიზაციის შედეგად და ხდება უკვე პოლიტიკურ დისკურსში. ანუ თუნდაც იგივე სიტყვაზე ვთქვათ პავლეს ეპისტოლე გალატელთა მიმართ არა, სადაც ის საუბრობს, რომ ქრისტეში არ არის განსხვავება ბერძენს და ებრაელს შორის, არ არის განსხვავება მონას და ბატონს შორის, არ არის განსხვავება მდედრს და მამას შორის. ანუ ფაქტობრივად აყალიბებს იმ დებულებას, რომ ადამიანებს შორის არ არის ეთნიკური სხვაობა, არ არის სოციალური სხვაობა და არ არის გენდერული სხვაობა, ხო? თანამედროვე ტერმინებით რომ ვთქვათ, არა, ეს უკვე თავისთავად ძალიან ლიბერალური იდეაა და თუ კი ჩვენ ამ შემთხვევაში ჩვენს ტრადიციად მოვიაზრებთ სწორედ აი ამ წმინდა წერილის კითხვის ტრადიციას, თუ შეიძლება ესე ითქვას და მასე რეფლექსიის ტრადიციას, მაშინ არ შევხვდებით წინააღმდეგობაში. მაგრამ თუ რა თქმა უნდა ტრადიციის ქვეშ გავიგებთ იმ მითებს, რომლითაც დღესდღეობით სავსეა, ესე ვთქვათ, ჩვენი საზოგადოებრივი აზრი გარკვეული თვალსაზრისით, ну მაშინ რა თქმა უნდა წინააღმდეგობაში მოვხვდებით. და რაც შეეხება თავისუფლებას, რომელზეც იყო აქ მსჯელობა, აქ დავამატებდი უბრალოდ იმას, რომ პრინციპში განმანათლებლობის პერიოდშიცვე გაიმიჯნა ორგვარი გაგება თავისუფლებისა. თავისუფლების ნეგატიური გაგება და თავისუფლების პოზიტიური გაგება. თავისუფლების ნეგატიური გაგება, ეს არის აი ჰობსისეული პარადიგმა, თუ შეიძლება ესე ვთქვათ, რომელიც გვეუბნება ჩვენ იმას, რომ თავისუფლება ეს არის ყველაფრის უფლება. და ლიბერალიზმი, რომელიც ქადაგებს თავისუფლებას, რა თქმა უნდა, არ გულისხმობს ასეთი ტიპის თავისუფლებას. იმიტომ რომ პოზიტიური თავისუფლება, რომელიც უპირისპირდება აი ამ ჰობსისეულ პარადიგმას, ჰობსისეულ გაგებას თავისუფლებისას, გვეუბნება ჩვენ, რომ ძალიან რო გავამარტივოთ, მოკლედ ჩემი თავისუფლება მთავრდება იქ, სადაც წყება სხვისი თავისუფლება. და აი ეს გარკვეულწილად, ასე ვთქვათ, დემარკაცია ხდება სწორედ სხვისი თავისუფლებით იმისა, თუ სად არის ზღვარი ჩემი თავისუფლების. გასაგებია, ქალბატონელა, ითქვა, რომ აი ზოგადად საქართველოსთვის არ უნდა იყოს კონფლიქტი საქართველოსა და ლიბერალიზმს შორის და ჩვენს მოსახლეობასა და ლიბერალიზმს შორის, ხო? მაგრამ ფაქტია, რომ პრობლემა არის და ძალიან ბევრი, ხო, ამ მიმართულებით. კი, რა თქმა უნდა, არის პრობლემები, თუმცა იცით რა არის, ისტორიაზეც ვილაპარაკეთ ჩვენ და ჩემი აზრით, აი რაც მე ვთქვათ, მიკვლევია, რასაც დავკვირვები ვარ თანამედროვე საქართველოში, რაღაცნაირი ერთი შეხედვით პარადოქსული სიტუაცია გვაქვს, იმიტომ რომ ვთქვათ, არც ერთი საქართველოს მოქალაქე არ უარყოფს და არ წავა წინააღმდეგი, რომ ვთქვათ, რომ ქართველები ვართ ჰუმანისტები, ხო? მაგრამ მეორე მხრივ ჩვენ შეიძლება შევხვდეთ რაღაც შემთხვევას, სადაც, ვიღაც იტყვის, რომ
ვიღაც აზერბაიჯანელი, ვთქვათ, რაღაც სიტუაციაში ჩემზე წინ არ უნდა იყოს, ან ეთნიკურად სომეხი, ან ვიღაც და ჩვენ გვაქვს ძალიან სამარცხვინო ფაქტები ამასთან დაკავშირებით, ხო, გამონათქვამები ძალიან ცნობილი ადამიანების, რომელიც, ესე იგი, ერთი შეხედვით თანხმდებით, რომ ვართ ჰუმანისტები, ვაღიარებთ ყველა ადამიანის თანასწორობას კანონის და სოციუმში ზოგადად, მაგრამ მეორე მხრივ ვამბობთ, რომ რაღაცნაირად ზღვარს უწესებთ, ხო, რომ მე უფრო თავისუფალი ვარ, ანუ გამოდის, რომ არ ვაღიარებთ სინამდვილეში. ანუ ხო, ამაში შეარ ლაპარაკი, რომ ჩვენ და ეს თითქმის ყველა საზოგადოებას ეხება სხვათა შორის, რომ ჰუმანიზმში ძალიან ბევრი გულისხმობს ზოგადად კაცობრიობის სიყვარულს, თქვათ ეს თუ ქართულად ვთარგმნით, ეს შეიძლება იყოს კარგი სადღეგრძელო ჰუმანიზმზე, კარგი ლექსი, თქვათ და ესეთი ორატორული გამოსვლა რა არის ჰუმანიზმი, მაგრამ ევროპული გაგებით ჰუმანიზმი გულისხმობს აი ყოველდღიურ სიყვარულს ადამიანისას, ხო? და სიყვარულს არა მარტო ლექსში, სადღეგრძელოში და მოთხრობაში, ანუ ჩვენთან ის პრობლემაა, რომ ქმედებებში ლიბერალიზმი არ გამოიხატება. ქმედება არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჰუმანიზმი გულისხმობს ნებისმიერი ადამიანის სიყვარულს, არა მხოლოდ ნათესავის, მეგობრის, შვილის, ვთქვათ და შენი კლანის და შენი ჯგუფის წევრის, ვთქვათ, შენი კლასის წევრის, არამედ გულისხმობს ნებისმიერი ადამიანის, მათ შორის ისეთი ადამიანისას, რომლის ღირებულებები, ვთქვათ, შეხედულებები, რომლის ქცევის მანერა, რომლის სოფხედველობა შენთვის რადიკალურად მიუღებელია. აი ეს არის ჰუმანიზმი, როდესაც შენ აღიარებ მეორე ადამიანის სიყვარული აქ არ გულისხმობს იმ აზრით სიყვარულს, ხო, ჰუმანიზმის ძირში რაც არის. ეს გულისხმობს აღიარებას მეორე ადამიანისას ისეთად, როგორიც ის არის. და აი ამ ნაწილში ძალიან მძიმეა ხოლმე სიტუაცია, თუ ტარდება საქართველოში ამ მიმართულებით კვლევები, ვთქვათ, თუნდაც საზოგადოებრივი აზრის გასაგებად, ან ისეთი ფორმულირები დაისვა შეკითხვები, რომ რაღაც სურათი მოგცეს საბოლოო ჯამში. ძალიან რთულია, იცით, მე მაგალითად შეხება მქონდა, მაგრამ შეიძლება უკვე ითქვას, რომ უხსოვარ დროს, რადგან ეს იყო 2002 წელს, როდესაც ჩავატარეთ კვლევა სწორედ ღირებულების სისტემაზე და პირველი სამეული საქართველოს მოქალაქეების, სხვა ეთნოსების წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ და არა მხოლოდ ეთნიკურად ქართველები. პირველ ადგილზე იყო ოჯახი, მეორე ადგილზე ნათესავები და მესამე ადგილზე სამსახური. ანუ ეს იყო სამკუთხედი, ასე ვთქვათ, რომელიც ფუნდამენტი, რომელზეც დგას თანამედროვე მოქალაქე საქართველოსი, ხო? მაგრამ კანონი როგორც ღირებულება დაასახელა 2000 გამოკითხულიდან მხოლოდ 2 ადამიანმა. და ეხლა ეს რაოდენობრივი კვლევა არ იძლევა სხვათა შორის სიღრმეში წასვლის საშუალებას და ჩვენ შეიძლება სიტუაცია უბრალოდ ზედაპირულად აღვწეროთ, ტენდენციებზე ვილაპარაკოთ და ამიტომ ასეთ შემთხვევაში ინტერვიუერები სასურველია, რომ უფრო ღრმად წავიდნენ და ინტერვიუერი დაინტერესდა ვინ იყო ეს უნიკალური ორი ადამიანი, რომელმაც თქვა, რომ კანონი მისთვის არის პირველ რიგში და მერე და ყველაფერი დანარჩენი. ეს იყო ორი ადამიანი, რომელსაც უშუალოდ იმ მომენტში შეხება ჰქონდა სამართალდამცავებთან და ძალიან აქტუალური იყო მისთვის კანონის უზენაესობა, ასე ვთქვათ, ხო? ამიტომ აი კვლევებზე როცა მიდგება საქმე, ცხადია, რაოდენობრივ კვლევებს, რომლებიც ჩვენ ტენდენციებს გვეუბნება, ვთქვათ, საითავართ გადახრილები, ეს ძალიან საინტერესოა, მაგრამ ისევ ლიბერალიზმს რო დაუბრუნდეთ, საზოგადოება არ არის მხოლოდ ის, ვინც 80% ემხრობა რაღაცას. საზოგადოება არის ის, ვინც 20% ვთქვათ, რომელიც წინააღმდეგია რაღაცის. ამიტომ აი ესეთი სიღრმისეული კვლევა და უფრო შრეებში წასვლა არის ძალიან საინტერესო ამ მიმართულებით. შეიცვალა ეს მონაცემებიც, ლელა. ჩვენი ორგანიზაცია ICCN გაგანი ჟარაძე მას ჩვენთან მუშაობდა, წლების მანძილზე ვაკეთებდით ღირებულებების კვლევას. ბოლო, როდესაც შარშან ჩავატარეთ 2011 წლის თებერვალი-მაისი 1050 კაცი გამოვკითხათ თბილისში, აი მსოფლიო ღირებულებების კვლევის
მიხედვით. ანუ ის კითხვარი გამოვიყენეთ ინკარტის და შვარცის კითხვარი. მნიშვნელოვანი წინსვლა და პროგრესია. თუნდაც იმით, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემებიდან ადამიანის უფლებები სახელდება. და ბევრი მსგავსია. აი მაგალითად ძალიან შეიცვალა ტოლერანტობის მიმართ, ანუ თქვათ ეთნიკური, რელიგიური უმცირესობების მიმართ ტოლერანტობა გაიზარდა მაშინ, როცა თქვათ ლოთების და ნარკომანების მიმართ ძალიან დიდი შეუწყნარებლობაა. ანუ შეუწყნარებლობა ეს არ ნიშნავს კითხვაში არ ეწერა, რომ თქვენ ცემთ და ისა. უბრალოდ საზოგადოება ამის წინააღმდეგ გამოდის, ასე რომ ვთქვათ. აი ბევრი ხაზით შეცვლილია, მაგრამ ძალიან საინტერესოა ასაკობრივი ფაქტორული ანალიზი, მათ შორის ასაკობრივი. ძალიან აღმოჩნდა, რომ 18-დან 25 წლამდე ქართველი ახალგაზრდები უფრო ტრადიციულები არიან, ვიდრე აი ყველაზე ისეთი ასაკია 25-დან 35 წლამდე. ანუ ყველაზე უფრო ლიბერალური ასაკი. ანუ ამას ყველაფერს თავისი მე მგონი რომ ახსნა აქვს, ხო, გარკვეულწილად. სახელმწიფო პოლიტიკა, საერთოდ ასაკობრივი რაღაცა ჯგუფების მიმართ დამოკიდებულება, სოციალური აქტივობა სხვადასხვა ჯგუფში სხვადასხვანაირია, მაგრამ თავარი ის არის, რომ მაინც პრინციპში რაც ვნახეთ დინამიკაში, რაღაცა წინსვლები არის და მე მგონი ეს იმის დამსახურებაც არის, რომ რაღაც Facebook-ი გაჩნდა, დისკუსიის საშუალებები გაჩნდა საზოგადოებაში, მარტო Facebook-ი არის. მოკლედ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს დისკურსი არსებობს. კი ბატონო, აი Facebook-ში ძალიან ხშირად შევხვდებით ხოლმე. ეხმარება საზოგადოებას. იმ საკითხს, რაც მე ახლა ჩვენი საუბარი მიდის დასასრულისკენ და ეს საკითხიც მინდა დავსვა, მემარჯვენეობა, მემარცხენეობა, თქვათ ლიბერალიზმში საქართველოში. აი როგორ არის განსხვავებულია საქართველოში ეს მემარჯვენეობა, მემარცხენეობა კლასიკური გაგებით? ძალიან მნიშვნელოვანია კიდევ ერთხელ ეს დასაწყისიც აღვნიშნე, რომ ჩვენ დავინახოთ განსხვავება ზოგად ლიბერალურ ფასეულობებსა და ლიბერალურ იდეოლოგიას შორის. ანუ ლიბერალური იდეოლოგია ეს არის დღევანდელი გაგებით აი ევროპულ და დემოკრატიულ საზოგადოებებში ცენტრისტული პარტიების იდეოლოგია, მაგრამ ლიბერალიზმი არის ყველა ზომიერი პოლიტიკური ორგანიზაციის ფასეულობითი ფუნდამენტი. ამ შემთხვევაში მემარჯვენე ცენტრისტები იქნებიან ესენი თუ სოციალ-დემოკრატები თუ სხვები. საქართველოს მაგალითი რომ ავიღოთ, ყველაზე კარგი და თვალსაჩინო ეს არის მაგალითია თუ ილია ჭავჭავაძე, რომელიც ითვლება ლიბერალიზმის ესე ვთქვათ ერთ-ერთ მთავარ შემომტანად ქართულ ცნობიერებაში, მაგრამ მისი შეხედულებები ფუნდამენტად დაედო მემარჯვენე ცენტრისტული პოლიტიკური ორგანიზაციის ფორმირებას, რომელიც თავიდან იწოდებოდა დემოკრატიული, სხვადასხვა სახელები ჰქონდა საბოლოო ჯამში დამოუკიდებლობის პერიოდში ეს პარტია ცნობილია როგორც ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის სახელით. ისე რომ ამ შემთხვევაში ილია ჭავჭავაძის ლიბერალური ღირებულებები ეს იყო ზოგადი ლიბერალური ღირებულებები, რომელიც ქართულმა საზოგადოებამ უკვე მე-20 საუკუნის დასაწყისში, მისმა წამყვანმა წარმომადგენლებმა გაავრცელეს და სწორედ აი ამ ზოგადი ლიბერალური ღირებულებების ბაზაზე შეიქმნა რამდენიმე პოლიტიკური მიმდინარეობა, მათ შორის თქვათ სოციალ-დემოკრატია ევროპული სტილის, მათ შორის იყო თქვათ სოციალ-ფედერალისტები და ეროვნულ-დემოკრატები, რომელიც პირდაპირ აცხადებდნენ ილია ჭავჭავაძეს თავის ესე თქვათ იდეურ მამად და თქვათ მის იდეებზე ააგეს თავისი პოლიტიკური მსოფლმხედველობა, რომელიც დღევანდელი გაგებით ჩემი აზრით შეიძლება თქვათ მიუსადაგოთ დღევანდელი ევროპის ან შეერთებული შტატების მემარჯვენე და მემარჯვენე ცენტრისტულ პოლიტიკურ ორგანიზაციებს. კი ბატონო კახა, აი თანამედროვეობაში რა გადმოვიდეთ, აი დღეს რაც ხდება, ხომ არსებობს რაღაც დაყოფა მემარცხენე ლიბერალებსა და მემარჯვენე ლიბერალებს შორის, ჩვენს თანამემამულეებს შორის, რომელიც დღეს ცხოვრობენ რა ჩვენთან ერთად, ჩვენ საზოგადოებაში. აი ეს დაყოფა რამდენად პირობითია, ან რამდენად არსებითია და ასე ვთქვათ, რაშია უთანხმოება მათ შორის, თუ იცნობთ ამ საკითხს. იცით რა, აი პირველ რიგში ხაზს გავუსვამდი იმას, რომ დღეს ჩვენ არ ვახსენეთ არც ერთმა იმაში, მაგრამ ლიბერალიზმის ერთ-ერთი უმთავრესი პრინციპი სხვა იმ ყველა იმ ღირებულებებთან ერთად, რომელიც ვახსენეთ და პრინციპებთან ერთად არის კერძო საკუთრება და მისი პატივისცემა, ხელშეუხებლობა, ერთ-ერთი ფუნდამენტი. მე მგონია, რომ მემარცხენეც და მემარჯვენე ყაიდის პარტიები საქართველოში დღეს ძირითადად კერძო საკუთრების დამცველებად გვევლინებიან. ამ თვალსაზრისით ისინი გვანან ერთმანეთს, უფრო სწორად არ ეწინააღმდეგებიან ერთმანეთს, ასევე არ ეწინააღმდეგებიან ადამიანის კერძო პირადი თავისუფლებების და მისი ფუნდამენტური უფლებების დარგში, მაგრამ რაზეც საუბრობდა ქალბატონი ნინო, აი ეს არის გადანაწილება, ანუ შემოსავლის, ანუ ეროვნული შემოსავლის, ან სიმდიდრის, ეროვნული სიმდიდრის გადანაწილება, აი ამ საკითხებში არის განსხვავებები, რა თქმა უნდა. განსხვავება არის აი ეს გადანაწილება, ოღონდ რა თქმა უნდა, მის ეს პროცესი გადანაწილების იწყება
წარმოების პროცესიდან იწყება, იქიდან სადაც შემოდის დაბეგვრა, სადაც შემოდის რაღაც გარკვეული წესები, რომლებიც ზევიდან ეფინება, ანუ ქმნის ასე ვთქვათ ბიზნეს გარემოს ქვეყანაში და რა თქმა უნდა საბოლოო ჯამში საკმაო განსხვავებებს, ანუ როგორ უნდა აეგოს, რა სისტემით უნდა აეგოს სახელმწიფოში საქმიანობა, თქვათ პირველ რიგში ეკონომიკური საქმიანობა, რა თქმა უნდა ამაში შემოაქვს საკმაოდ მნიშვნელოვანი განსხვავებები. მაგრამ ყველა ეს პარტია, ჩემის აზრით, გარდა ულტრა მემარცხენეებისა და ულტრა მემარჯვენეებისა, რომლებიც არც ვიცი პარტიების სახით არსებობენ კიდე თუ არა, ყოველ შემთხვევაში რამდენიმე წლის წინ არსებობდნენ. ამის გარდა ყველა პარტია პრაქტიკულად იზიარებს ევროპულ ფასეულობებს, რომელიც ევროპულ კონვენციებშია მოტანილი. ქალბატონი ლელა საუბრობდა საერთაშორისო სამართლის, ესე ვთქვათ, რაღაც იმპერატივებზე, რომელიც შემოდის ჩვენი საზოგადოება, რაც არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საბოლოო ჯამში ლიბერალიზმის განვითარებას თავისი რაღაც ობიექტური მიზეზების გამო, შეიძლება გაუცნობიერებლათაც კი, აი გარედან შემოსული ეს საერთაშორისო კონვენციების სახით და პირველ რიგში ალბათ ევროპული კონვენციების სახით, აი ეს სისტემები, შეხედულებები, ვალდებულებები, ისინი თავის საქმეს რა თქმა უნდა აკეთებენ, ნელ-ნელა ილექება ჩვენ საზოგადოებაში, შემოდის ჩვენს, ასე ვთქვათ, ჩვენს ცნობიერებაში, როგორც აუცილებელი ნორმა. ეს რა თქმა უნდა პირველ რიგში შედის პოლიტიკურ პარტიებში, შედის იმ ასე ვთქვათ პოლიტიკურ ელიტაში, რომლებიც ასე ვთქვათ ცდილობენ მართონ სახელმწიფო. მე მგონია რომ ამ მიმართულებით პროცესი სწორად მიდის. საქართველოში სულ რამდენიმე წლის წინ პრაქტიკულად არ არსებობდა განვითარებული პარტია, ალბათ არც ერთი მართველი პარტიის ჩათვლით. დღეს უკვე ჩვენ ხედავთ რომ რამდენიმე პარტია ყოველ შემთხვევაში გავს უკვე რაღაც და აქვს თავისი სწორი მიმართულება და ემყარება ლიბერალურ იდეოლოგიას. ძირითადად რაღაც შეჯამების სახით მინდა აღვნიშნო, რომ ლიბერალიზმის კლასიკური ფორმულა არის, რომ პირველ რიგში არის სამიღირებულება, ეს არის სიცოცხლე, მერე არის თავისუფლება, რომელიც ინდივიდუალურ თავისუფლებაზე გადის და შემდეგ კერძო საკუთრება. ინდივიდუალური თავისუფლება პირდაპირ მიბმული არის ადამიანის უფლებათა მთელ ფილოსოფიასთან, აქ უკვე აღნიშნა თქვენმა სტუმარმა ეს ნეგატიური და პოზიტიური ინტერპრეტაცია თავისუფლების, აი ერთ-ერთი ფილოსოფოსის გრეინს მიერ გაკეთებული განმარტება, ანუ სახელმწიფო თვითონ და ჩაერთოს თუ არა კონკრეტულად ამ ადამიანის უფლებების რეალიზაციაში, თუ მისცეს უბრალოდ შესაძლებლობა ზოგადად საზოგადოებას, რომ თვითონ თავიანთი უნიკალური პერსონალური ნიჭი გამოიყენონ თვით განვითარებისთვის, ეს ერთი მიმართულება და მეორე, რომელიც კერძო საკუთრებაზე გადის აუცილებლად, ეს არის დაკავშირებული იმ საკითხთან, რომ ლიბერალიზმი არ გადაიქცეს ყალბ ლიბერალიზმად, ფასადურ ლიბერალიზმთან, აი ამ საკითხზეც არიან ძალიან მნიშვნელოვანი და ყურადსაღები ფილოსოფოსები, გამოჩენილი ეკონომისტები, მათ შორის ახლა მახსენდება ფრედრიკ ბასტია, ფრანგი ფილოსოფოსი, ეკონომისტი და სამართლის ფილოსოფოსი, რომელიც აღნიშნავს, რომ სახელმწიფო არის ფიქცია, სადაც ყველა ცდილობს, რომ ერთმანეთის ხარჯზე იცხოვრონ და ხშირად ინდივიდუალური თავისუფლებების შეფუთვა ხდება ისე, რომ სინამდვილეში ეს არის კოლექტიური უფლებების და კოლექტივიზმის განხორციელება. ამიტომ ყალბი ფასადური ლიბერალიზმისგან უნდა მოხდეს, ჩვენი დაცვა მეტი გათვითცნობიერებით არ უნდა მოხდეს ყალბი ფილანტროპია, ანუ ყალბი ქველმოქმედება და მას შემდეგ რაც საზოგადოება უფრო მეტად იქნება გათვითცნობიერებული, რა არის ლიბერალიზმის მთავარი ღირებულებები, მხოლოდ აი ამ შემთხვევაში არის შესაძლებელი, რომ აი ეს ყალბი ლიბერალიზმი და საზოგადოებაში არსებული დაპირისპირებები ავიცილოთ თავიდან. იწურება ჩვენი დრო ქალბატონი თათა ქალბატონი თუ გსურთ რამის დამატება და დავასრულებთ გაიცემას. არა, განმარტება არაფრის არ მინდა, უბრალოდ ვისურვებდი, რომ ამ ტიპის დისკუსიები უფრო ხშირი იყოს, რადგან ძალიან სერიოზული საკითხია ჩემი აზრით, რადგან როდესაც ჩვენ მაგალითები მოვყავს თქვათ ევროპული კულტურიდან, ამერიკული კულტურიდან და სხვა კულტურებიდან ზოგადად, ეს ძალიან კარგია, როცა ლიბერალიზმზე საუბრობთ, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი არის ქართულ ლიბერალიზმზე ვისაუბროთ, დემოკრატიის გამოცდილებაზე საქართველოში, მით უმეტოს რომ ამ ტიპის კვლევები, რაღაცნაირად მკვლევარები არსებობენ, ვინც იკვლევენ თქვათ ამ სფეროს და ჩვენ გვქონდა არაჩვეულებრივი, ასე ვთქვათ, შესაძლებლობა ღია საზოგადოება საქართველოს ფინანსური მხარდაჭერით, რომ გამოგვეცა წიგნი დემოკრატიული ღირებულებების ნაკვალევზე საქართველოში. ჩვენ ვიკვლიეთ ძალიან ბევრ სფეროში, ფილოსოფიაში, ეკონომიკაში, ლიტერატურა, ხელოვნება, პირველი ტალღის ემიგრანტები რას ფიქრობდნენ ევროპაზე, დემოკრატიულ ღირებულებებზე და როგორ ადარებდნენ საქართველოში დატოვებულ სიტუაციას.
კონცეფციას. ასევე ვთქვათ, პოლემიკები რა ტიპის იმართებოდა მე-19 საუკუნეში, რა წინააღმდეგობა იყო. ამიტომ ვთქვათ, ამ ავტორების მოწვევაც შეიძლება და ძალიან მნიშვნელოვანი არის ასევე თვითონ ევროპელები რას ფიქრობდნენ საქართველოში. ესეც ძალიან საინტერესოა, ხო? ჩვენ არ ვილაპარაკოთ, რომ ვართ ჰუმანისტები და რომ ლიბერალიზმი უცხო არ არის ქართული კულტურისთვის. თვითონ ევროპელები რა ევროპულს ლიბერალურს აღმოაჩენდნენ ქართულ კულტურაში, ესეც ძალიან საინტერესოა, ხო? რომ ვთქვათ, ჩვენი ლიბერალური განვითარება მივაბად არა იმდენად, ვთქვათ, ცივილიზებულ სივრცეს, არა იმდენად მე ვამბობ, არამედ ჩვენს ძირებს დაუკავშიროთ, ხო? რომ აი სად ქონდა გამოცდილება, რატო გაწყდა ეს გამოცდილება, აი ვთქვათ, რატომ გვიჭირს ამ ძირებთან დაბრუნება, ვთქვათ და ასე შემდეგ, ხო? ამიტომ ეს საკითხები მე ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ ევროპულობა, ლიბერალურობა და დემოკრატიულობა ჩვენ დაუკავშიროთ ქართველობას და ქართველობაზე გვახსენდებოდეს არა მხოლოდ ყამწები, ვთქვათ და დოლგარმონი, არამედ გვახსენდებოდეს სწორედ ჰუმანიზმი, პლურალიზმი, კანონის უზენაესობა და ჩვენს თავში და მაინც წიაღში უნდა ვეძებოთ. ჩვენ უნდა ვიცოდეთ ჩვენი თავი, ის რაც ვიყავით, ვთქვათ, ხო? ვთქვათ, სად იყო დაბრკოლებები, რატომ ვერ განვითარდით, ხო? და აი რა გვჭირდება? რა არის საჭირო და როდესაც თქვათ საქართველოს მოქალაქე აი ამ თავის ისტორიას კარგად იცნობს უკვე ლიბერალიზმს და დემოკრატიას კი არ აბრალებს NDI-ს თქვათ და USAID-ს ან სხვა ევროპულ თქვათ საერთაშორისო ორგანიზაციებს არამედ სწორედ თავის ისტორიას უკავშირებს ამას და თავის ისტორიასთან ცდილობს ვთქვათ, იპოვოს რაღაცა ანალოგიები, დაფიქრდეს იმაზე, რომ მის ისტორიაში რა არის, მისი განვითარებაში, მის ბედში რა არის ისეთი, რაც აბრკოლებს მის განვითარებას. თუ გსურთ რამის თქვა. მე დავეთანხმებოდი ქალბატონ ლელას და პრინციპში აი მე და ბატონი კახაც აღნიშნავდით, რომ 1 საათის მანძილზე შეუძლებელი ესეთ მართლა მრავალპლასტიან თემაზე საუბარი, როგორც ლიბერალიზმი, მით უმეტეს რომ ეს ცნებაც, იდეოლოგიაც და ასე შემდეგ, ნუ ფაქტურად დღეს ჩვენ შემოვიფარგლეთ მარტო კლასიკური ლიბერალიზმით მიმოხილვით, მაგრამ ნუ გაიცდის თავის ტრანსფორმაციას დროსთან ერთად და ნუ 70-იანი წლების მერე მაგალითად სულ სხვანაირ აზრს ღებულობს, მაგრამ მთავარი რაც არის ამ შემთხვევაში ალბათ მასმედიის როლიც, იმიტომ რომ აი ეს ამ იდეების მიტანა მოსახლეობამდე, ხო, მასმედიის გარეშე ფაქტობრივად შეუძლებელია, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ გავიმეორებ პრინციპში იმას, რაც დასაწყისშიც აღნიშნე, ლიბერალური საზოგადოება შეუძლებელია განათლებული საზოგადოების გარეშე. სამოქალაქო განათლებაში მასმედიას აქვს ძალიან დიდი როლი და ნუ თუკი ეს გადაცემა კიდე იქნება კარგი. ჭავჭავაძე ვახსენებთ, რომ არ ყოფილიყო მე-19 საუკუნეში გაზეთი ივერია, დროება, კვალი, აი ძალიან ბევრი იდეა აბსოლუტურად მოკვდებოდა და დარჩებოდა მხოლოდ 3-4 ადამიანის თავში. მათ მიხვდნენ ისინი უბრალოდ რომ ამ იდეებს სჭირდება გავრცელება. და რომ შენ თუ თქვათ გინდა რომ და არ ახარ ეგოცენტრიკი, რომელიც თვითმკმარობა არ არის შენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ამავე დროს ხარ სახელმწიფოებრივად მოაზროვნე, აუცილებლად თუ შენ რაღაც განათლება მიიღე, რაღაც იდეის, ასე ვთქვათ, კეთილშობილებაში დარწმუნდი, რომ დაარწმუნოს სხვებიც. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. გასაგებია, ძალიან დიდ მადლობას გადაგიხდით ყველას გადაცემაში სტუმრობისთვის და ნუ გისურვებთ ამ თემებზე კიდევ უფრო მეტ დისკუსიას და მართალი იყო ქალბატონთა და 1 საათი ამას ნამდვილად არ ეყოფა, მაგრამ იმედია რომ რაღაც დაინტერესებას გადაცემა გამოიწვევს და შემდეგ გაგრძელდება სხვა გადაცემებშიც და ამ გადაცემაშიც ალბათ უკვე მომავალი სეზონიდან ამ თემებზე დისკუსია. დიდი მადლობა, ჩვენ დღეს ლიბერალიზმის შესახებ ვისაუბრეთ, ევროპული არჩევანი ამით დასრულებულია. მადლობთ ყურადღებისთვის.